15 წლის ბიჭი დაჭრეს თბილისში, ვინმე გიორგი ცაბუტაშვილმა მას დანით მიაყენა ჭრილობები. იმის გამო რომ ბავშვი ეზოში თამაშობდა და ხმაურობდა, მოკლედ ამას მოყვა შელაპარაკება. გაქცეულ ბავშვს დადევნებია ეს გიორგი ცაბუტაშვილი და მის მამას, როგორც ამ დაზარალებული ბავშვის დედა ამბობს, დაუჭერია ეს ბავშვი. გიორგი ცაბუტაშვილის მამამ დაიჭირა 15 წლის ბიჭი და ეჭირა, მაგრამ სანამ მისი შვილი დანით არ აჩეხავდა 15 წლის ბიჭს. ხო და დედა ითხოვს რომ მამაც მიაყოლონ, დაიჭირონ მის 26 წლის ამ კრიმინალს, რომელმაც ბავშვი დანით დაჭრა, იმის გამო რომ ხმაურობდა იქ. აი ესეთი ამბები ხდება, გაველურებული, გატყიურებული ადამიანები ყველა წითელ ხაზს ლახავენ. და ეს ხდება საქოცეთში, ამ მშვიდობა როა ძალიან. ბატონი ბიძინის მადლობებით და სუპის ჭამის ოცნებებით. აი ეს არის თქვენი მშვიდობა, ქოცებო. 15 წლის ბავშვი დანით დაჭრეს. გავცელით ეს ვიდეო. და რა თქმა უნდა, ეს კაციც უნდა დაიჭირონ, ხო, ის მიუცვან გიორგი ცაბუტაშვილს, მისი მამაც თუ დადასტურდა ეს, რომ ისაკავებდა პატარა ბავშვს 15 წლისა, სანამ მისი შვილი ვირი ბავშვს ცივი არაღით ჩეხავდა. ის ბავშვი რეანიმაციაშია ახლა და ღმერთმა უშველოს გადაარჩინოს.